კარგად მოგიხსენებათ, რომ რა მძიმე დარტყმების ქვეშ არის ჩვენი ხელისუფლება ევროპარლამენტის დასავლეთის აგენტურის მხრიდან. არ ვიცი, მე მგონი, რომ სულ ზღაფავს გლობალისტური დასავლეთი და ის ჯგუფები, რომლებიც ფინანსურად იყვნენ დამოკიდებული, როგორც აი ძუძუზე გოჭი იქნება მიერთებული, ისე იყვნენ აი დედის ძუძუზე მიბჯენილები და იკვებებოდნენ კარგახანი. და ეხლა აგერ ტრამპმა საქვეყნოდ გამოაცხადა ის, რომ USAID და ის ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენდნენ ამერიკელი ხალხის მძარცველ სტრუქტურებს, იყვნენ რეალურად იმ საქმიანობით დაკავებული, რომლებიც ძირს უთხრიდა თვითონ ამერიკის სიძლიერეს. ტრილიონობით დოლარზეა, მეგობრებო, საუბარი, ტრილიონობით დოლარი გადიოდა ამერიკის ბიუჯეტიდან, იმიტომ რომ USAID არის ამერიკული ორგანიზაცია და პირდაპირ მიდიოდა აი ამ მოღალატეებს. ეხლა აი ქუჩაში რო ყრიან ეს არარაობები. ესენი არიან სწორედ ამერიკული ფულის და ამერიკული ბიუჯეტის მძარცველები. პირველ რიგში თქვენ რო იცოდეთ, შეიძლება ამათი პასუხისგებლობის საკითხი დასვას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კრიმინალები და მძარცველები უწოდა კაცო ტრამპმა. პრეზიდენტი ტრამპი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეშლილებს უწოდებს და მიმდინარეობს მსჯელობა USAID-ის მომავალ საქმიანობაზე. ამ დროისთვის გათიშულია ვებგვერდი ორგანიზაცია დაიხურა მასკის პლატფორმა X-ს. ილონ მასკმა რამდენიმე სტატუსი გამოაქვეყნა, ის USAID-ის კრიმინალურ ორგანიზაცია დააფასებს, მათ შორის გააზიარა ვიდეო, სადაც ასახულია საქართველოში გამართული პროტესტიც. USAID-ის რადიკალი შეშლილები მართავდნენ და ჩვენ მათ უშვებთ. ამის შემდეგ გადავწყვეთ რა იქნება სააგენტოს მომავალი. USAID ბოროტებაა. USAID არის კრიმინალური ორგანიზაცია, დროა რომ მოკვდეს. USAID იყო რადიკალი მემარცხენე მარქსისტი კრიმინალების ბუდე, რომლებსაც ზულთ ამერიკა. ეგეთი განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს რო გაეკეთებინა ვინმეს. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავარდებოდა ჩვენი ხელისუფლება. მე არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ამერიკის საელჩოს ბევრი წარმომადგენელი დაპატიმრებულიც იქნან. იმიტომ რომ ისინი იყვნენ ჩართული ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებში და მოქმედებებში და ასევე ამერიკის ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ. ილონ აი ხა დუბაიში რო იყო, თქვენ კარგად იცით, გუშინ შეხვედრა ჩვენი ქვეყნის პრემიერიც ესწრებოდა და ილონ მასკმა პირდაპირ მიმართა იქ დამსწრე უამრავ ქვეყნის ლიდერს, რომ ჩვენ არასდროს არ ჩავერევით, ეხა მოდი დაჯერება არ დაჯერებაზე არ გვინა, მე ოფიციალურ განცხადებაზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ვიცი ხა შეიძლება ვიღაცები გამოხდეს სამგლე გოჭები და თქვან ეხლა ეგ ტყუილი ლაპარაკია, მაინც ჩაერევიანო. ნუ გაცხადებული პოზიცია ეს არის ამერიკის დღევანდელი ოფიციოზის, რომ ჩვენ არ ჩავერევით საქმიანობაში არავის, იმიტომ რომ ეს არის მათი სუვერენული უფლება აწარმოონ პოლიტიკა. მსოფლიო მთავრობათა სამიტის ტრიბუნა ილონ მასკმა შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკაზე საუბრისთვის გამოიყენა, რა დროსაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა USAID-თან და NET-თან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია კიდევ ერთხელ გაახმიანა. მასკი ამბობს, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და დემოკრატიის ეროვნული ფონდი ვაშინგტონის მიზნებს ვერ პასუხობენ, ამიტომაც ახალი ადმინისტრაცია მათ არსებობაში აზრს ვერ ხედავს. ახალ ადმინისტრაციას სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის ნაკლები ინტერესი აქვს. ვფიქრობ, საკუთარი საქმე სხვა ქვეყნებს თავად უნდა დავუტოვოთ. ვინაიდან ამერიკამ რეჟიმების შეცვლის ზეწოლის ნაცვლად საკუთარი ქვეყნის საქმე უნდა გააკეთოს. პრეზიდენტ ტრამპის მიმართულება ბიუროკრატიის მასშტაბების შემცირებაა. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ძალიან ბევრი სააგენტო და მარეგულირებელი ორგანოა, რომლებიც ერთმანეთს ხელს უშლიან. ეს გარკვეულწილად სპორტულ თამაშს გავს, სადაც უფრო მეტი არბიტრია ვიდრე მოთამაშე. ასეთი თამაში ნამდვილად ვერ შედგება. დიდი ყურადღების ცენტრშია USAID პროგრამების შევისწავლეთ და დავსვით კითხვა, საერთოდ რატომ არსებობენ ისინი? ნამდვილად საჭიროა? ასევეა დემოკრატიის ეროვნული ფონდი. ასევე ისმება კითხვა, რა დონეზე იქნა მათ მიერ დემოკრატია მიღწეული? არ ვიცი, მგონი არც ისე. საერთაშორისო მასშტაბით მრავალფეროვნების თანასწორობისა და ინკლუზიურობის პოლიტიკის მიმართულებით დიდი ზეწოლაა. ამას კი ტრამპის ადმინისტრაცია არ ეთანხმება და ამის შეჩერება გვინდა. ილონ მასკის დისტანციურ გამოსვლას მსოფლიო მთავრობათა სამიტის გავლენიან მონაწილეებთან ერთად ისმენდა საქართველოს მთავრობის მეთაურიც, რომელსაც მიაჩნია, რომ დუბაიში გამართული მასშტაბური ღონისძიება კარგი პლატფორმა იყო, რათა საქართველოს გზავნილები მეგობრებს, პარტნიორებს და საერთაშორისო ინვესტორებს კიდევ ერთხელ მოესმინათ.
იყო საინტერესო შეხვედრები, საინტერესო საუბრები. ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ რეგიონში ურთიერთობების აღრმავება, პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება, ეკონომიკური კავშირების განვითარება, რა თქმა უნდა ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, ჩვენს პარტნიორებამდე და ამ კუთხითაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ სამიტში მონაწილეობა. საქართველოს დელეგაცია დარწმუნებულია, რომ მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობას ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურ ჭრილში ხელშესახების შედეგები ექნება. სამი დღის განმავლობაში დუბაიში ოფიციალური თბილისი იმ პროექტებს განიხილავდა, რომლებიც უკვე არსებობს და საუბრობდა სამომავლო პერსპექტივებზე. ჩვენ ვისაუბრეთ იმდინარე პროექტებზე, რომელიც ამ ქვეყანასთან გაგვაჩნია და ასევე დაგეგმილდა პერსპექტიულ პროექტებზე, რომლებსაც ერთობლივად განვავითარებთ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ქვეყანაში დამატებით პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან, სხვადასხვა სფეროში, ეს იქნება როგორც უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ინფრასტრუქტურის მიმართულებები და რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია სპარსეთის ყურე ზოგადად ჩვენთვის, ამიტომ ტურისტული კავშირების გაღრმავების მიმართულებით ასევე ძალიან სასარგებლო შეხვედრები გაიმართა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ თავის შედეგს გამოიღებს და ტურისტული ნაკადი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 2025 წელს საქართველოში გაიზრდება. მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა. ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ უახლოეს პერიოდში ბუდაპეშტში უნგრეთ-საქართველოს მთავრობათა სამიტი გაიმართება. მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სადაც შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება უნგრეთ-საქართველოს მთავრობათა შორისი სამიტი. ჩვენი საუბარი მოიცავდა ორმხრივი ურთიერთობის დადებითი დინამიკის ამსახველ ძირითად საკითხებს. შევთანხმდით, რომ საქართველო-უნგრეთის მთავრობათა შორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს პარტნიორობას. საქართველომ მტკიცედ თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო ინტერესების სფეროებში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის ერთგულია. მსოფლიო მთავრობათა სამიტი დუბაიში დასრულებულია. სამი დღის განმავლობაში საქართველოს დელეგაციამ არაერთი შეხვედრა გამართა, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ქუვეითის პრემიერ-მინისტრებთან, აბუ-დაბის პორტების მმართველ ჯგუფთან. სამიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის საპატივსაცემო დუბაის მთავარი სიმბოლო ბურჯ ხალიფა ეროვნული დროშის სფერებში კიდევ ერთხელ გაანათეს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ჩვენც უნდა გარკვეულწილად მივხვდეთ იმას, რომ შეიცვალა მსოფლიო და ეს ხალხი, ვინც კი ახლა ქუჩაში არიან და აი ხა 15-ში აქვთ აქცია, ხვალ ესე იგი ხვალატარებენ აქციას, მე 25-იც აქვთ აქცია. ეს არის დაახლოებით იმ ხალხის პოზიცია, იმ ხალხის პოზა, აი ქათამს რო თავს წააცლიდა რომ დაფართხალებს თავის გარეშე ქათმის სხეული, ახლა ვისაც სოფელში ქათამი დაგიკლიათ ან გინახიათ, აი ახლა ეგრე არის, უთავო დაცმოძრაობა დაფართხალებს, უთავო და ესე უსიცოცხლო, რომელიცაც არაფერი სიცოცხლე და ერთმანეთს აგინებენ, ლანძღავენ. ესე იგი ეს შალიკო ნათელაშვილი არის და აგინებს მკვდარ და ცოცხალს. წამოსკუპებულია ეს ნიკა გვარამია, იქ დიდი მოხსენებით გამოდის. ნიკა გვარამიას გასაგებად ამბობ, გასაგონად. თუ ივანიშვილთან გინდოდა ბრძოლა, არ უნდა გარიგებულიყავი არჩევნების წირო გილაურს მოიყვანდე პრემიერ-მინისტრად, არ უნდა დაგეკეტა ლეიბორისტული პარტია და თქვენი მონამორჩილი მთავარ არხზე, რაც დღემდე გრძელდება. და როგორც ბოროტი ხმები ამბობენ და პირში გაუბნებენ, არ უნდა აგეღო ივანიშვილისგან 40 მილიონი. ასე ფარისევლობამ და ორსახოვარმა იანუსობამ მე ასეთი შედეგები იცის. ისევ როგორც არ უნდა ჩასულიყო ძვირფასი მანუკა ხაზარაძე ვაშინგტონში, ვითომ ტრამპის ინაუგურაციაზე სენდროში ბომბჟებთან რო იდგა გარეთ. იქით ისინი ლანძღებიან ერთმანეთი დაეტაკნენ და აი ეს არის მათი აღსასრულის დღე, მეგობრებო. ხალხიც ვერ გამოყავთ ქუჩაში და ხედავთ აგერ რა რაოდენობა ადამიანების არის გამოსული.